მოგესალმებით ხანგრძლივი განშორების შემდეგ იძულებითი იყო ცოტა ჩვენი განშორება ვირუსებმა დაუყრიეს ხელი. ჩვენ ვაგრძელებთ ახლა მერვე თავის განხილვით ჩვენი ვიდეოების ციკლს და მერვე თავის B კატეგორიის პირველი ამოცანა განვიხილოთ. თავიდან შევთანხმდით, ახლა მერვე თავი დიდი თავია. აქ ზოგიერთი ამოცანა ძალიან მარტივია და თუნდაც ახლა 8.36 სტანდარტულ უტოლობებზეა საუბარი. ამით ვერ გაგაუცებთ ახლა ვერავის და მოდი ერთი ნომერი განვიხილოთ და გადავიდეთ მერე შემდეგ ნომერზე. მაგალითად თუნდაც მერვე მაგალითი განვიხილოთ 36 ნომრის ფესვი 11 არის ცალკე ასე x-3 ნაკლებია 3x მინუს ფესვი 11-ზე. მოდი აბა გავხსოვოთ ახლა როგორ შეიძლება ჩვენ სტანდარტული უტოლობა ამოხსნათ, წრფივი უტოლობა, როგორც წრფივი განტოლება, აქ ცვლადიანი წევრები უნდა დავალაგოთ სამხარეს, ყველა სხვა წევრი, რიცხვითი წევრები უნდა დავალაგოთ მეორე მხარეს. მოდი შევასრულოთ ახლა ეს და ეს ერთად უნდა იყოს 3x გადმოვა მინუსით, ანუ ფესვი 11x მინუს 3x იქნება ასე, ნაკლებობის უტოლობის ნიშანი იგივე დარჩება, -3 გადმოდის აქეთ პლუსით, 3-ს მინუს ფესვი 11 იქნებოდა. და მოდი ჩვენ ლოკალიზებავ და გავაკეთოთ ახლა ცალკე x-ის, ამიტომ მარცხენა მხრიდან x-ი გავიტანოთ, მარცხენა მხარეში ჩხილებს გარეთ, ჩხილებში დაგვრჩება ფესვი 11-ს მინუს 3 გამრავლებული x-ზე. და რა უნდა გვახსოვდეს ახლა ხო ყველაფერი ჩვენ ხო გადმოსატანი გვაქვს აქ და მარჯვენა მხარეს და x-ი მარცხენა მხარეს სუფთა სახით უნდა დავტოვოთ. მაგრამ თუ მსგავსი გარდაქმნა უკავშირდება უტოლობის ორივე მხარის უარყოფით რიცხვზე გაყოფა გამრავლებას, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ უტოლობის ნიშანი უნდა შეიცვალოს. აი მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ერთი დეტალი. რას ნიშნავს გინდა აი მაგალითად ტოლობაში, გინდა უტოლობაში, რომ ერთი რიცხვი მეორე მხარეს, ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაგვაქვს. იდეაში ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საპირისპირო მოქმედებით, აი ამ რიცხვზე საპირისპირო მოქმედებით უნდა ვიმოქმედოთ განტოლების თუ უტოლობის ორივე მხარეზე. არა აქვს მნიშვნელობა წონასწორობაა, თუ წონასწორობა დარღვეულია ნაკლებობითობაა და ჩვენ გვაქვს ასწორის ორი მხარე, ასე ვთქვათ, არა აქვს მნიშვნელობა მხარეები წონასწორობაშია თუ არა და როგორც ვიმოქმედებთ ერთ მხარეზე, ისე უნდა ვიმოქმედოთ მეორე მხარეზე, ხო? ვამრავლებთ რაღაცაზე, ერთს მეორეც უნდა გავამრავოთ, უბატებთ, მეორესაც უნდა დავამატოთ, ვაკლებთ, მეორესაც უნდა გავაკლოთ და ასე შემდეგ რა. და თუ მინდა მე x-ი აქ სუფთა სახით დამჩეს და ფაქტობრივად გამოდის, რომ მე მარცხენა მხარე უნდა გავყო 2-ზე. მაგრამ დრო 2-ზე გამრავლება არის აქ და ორიანი რომ გააქრეს, ესე საპირისპირო მოქმედებით უნდა ვიმოქმედოთ ამ ორიანზე. შესაბამისად, რომ არ დაიხოს მანამდე არსებული სტატუს quo, ჩვენი მარჯვენა მხარეზეც იგივე დაირქვ. უნდა მოვიქცეთ და გამოდის, რომ ყოფთ ორიანზე მარცხენა მხარესაც, მარჯვენა მხარესაც, 2x-ი შეფარდებული 2-თან, 10-ი შეფარდებული 2-თან და გამოდის x-ი უდრის 5-ს. მაგრამ რა ხდება ახლა ძალიან ციფრებში წარწავყვებით, აი უტოლობის შემთხვევაში უარყოფით რიცხვი გაყოფის დროს არა ეს რთული განსახილველი საკითხი, უბრალოდ პირდაპირ ვთქვათ ახლა, აქაც იგივენაირად უნდა მოვიქცეთ, უნდა გავყოთ 2-ზე უტოლობის ორივე მხარე, როდესაც დანებთ რიცხვს ვყოფთ, არაფრით არ გასხვავდება განტოლების ამოხსნისგან, მაგრამ როდესაც უარყოფით რიცხვს ვყოფთ, მაშინ გვიწევს შემდეგი მანევრი, აი მაგალითად -2 აქ, ხო? აქ დარჩება x-ი, აქ დარჩება -5 და უტოლობის ნიშანი შეიცვლება. კარგი. მოდი აბა დავაკვირდეთ ახლა კონკრეტულ ამოცანაზე, მაგალითზე რისი განხილვაც დავიწყეთ, როგორ გავაკეთებით. ჩვენ 11 ფესვი 11-ს მინუს 3-ზე გვაქვს უტოლობის ორივე მხარე გასაყოფი. ხო დამავიწყდა მე თქვა და აი ზუსტად ამ მოქმედებას, აი რაც ჩვენ ახლა გავახორციელეთ, ვუძახით ერთი მხრიდან მეორე მხარეს რიცხვის გადატანას. აი -2 ფაქტობრივად ჩვენ -2-ზე რომ გავყავით უტოლობის ორივე მხარე, მარცხენა მხრიდან მეორე მარჯვენა მხარეს გადავიტანეთ და როგორ გადაგვაქვს, რა მოქმედებაც არის აქ, საპირისპირო მოქმედების ნიშნით, არა საპირისპირო ნიშნით, არამედ საპირისპირო მოქმედების ნიშნით. ოღონდ უტოლობის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ
თუ ასეთი გადატანილი რიცხვი არის უარყოფითი, ანუ უარყოფით რიცხვზე თუ ყოფთ ფაქტობრივად უტოლობის ორივე მხარეს, უტოლობის მანამდე არსებულ ნიშანი უნდა შებრუნდეს, შეიცვალოს. ახლა აქ ჩვენ 11-ს მინუს ფესვი 11-ს მინუს 3 გვაქვს გადასატანი, მაგრამ უნდა შევაფასოთ ეს როგორი რიცხვია. დადებითია, უარყოფითია, როგორია. თუ ფესვი 11 3 რაღაც არის, მას გამოაკლდება 3, გამოდის რომ 0 რაღაც იქნება, ანუ შესაბამისად დადებითია და დადებითი რიცხვზე გაყოფის დროს უტოლობის ნიშანი არ იცვლება, დარჩებოდა ისევ ნაკლები. ანუ გამოდის x-ი ნაკლებია, სავს მინუს ფესვი 11 შეფარდებული, ფესვი 11 მინუს 3. თუ აქ რიცხველი და მნიშვნელი მოპირდაპირე რიცხვებია და რთული მისახვედრი არ არის, რომ თლიანად ეს შეფარდება არის -1. ანუ გამოდის, რომ მივიღეთ პასუხი x-ი ნაკლებია -1-ზე. ეს შეგვიძლია ჩავწეროთ ასეც მინუს უსასრულობიდან -1-მდე. ვფიქრობ, თუ ახლა მექანიკური შეცდომა არ დამიშვია, ამოხსნის დროს მოიცისფრული გადავალო თვალი, კი, ასე აქვს ავტორსაც. აღარ გვიძლია ამაზე მეტი ჩაღრმავება. მოდი ვნახოთ 37 60. კი ბატონო. აქ მოგვიწევს ახლა ცოტა რაღაც დეტალებს ნათელი უნდა მოვფრინოთ და მოდი მე ჩემ თვალსაზრისით გაგიზიარებთ ამ ნომერთან დაკავშირებით. ნუ ავტორი რას ვთქვობს ახლა? გვეუბნება რომ ჯერ m-ი შეფარდებული n-თან ეს არის წესიერი წილადი და მე 4 კითხვაა დასმული და ყველგან იყო შედარება განსახორციელებელი. მოდი პირველ შედარებაზე ვისაუბროთ ჯერ პირველი m-n უფრო მეტია თუ 0. ნუ ეს ორი მხარე და შევადაროთ ერთმანეთს. ასე. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ახლა რა არის m-ი შეფარდებული n-თან, რას ჰქვია წესიერი წილადი, ხო? აი აქ ცოტა რატო გადავწყვეტე ამაზე უფრო დეტალურად ვესაუბრა. იმიტომ რომ შეიძლება აქ აზრთა სხვადასხვაობას წააწყდეთ და იგივე ხვაბერიძე თუ გადაშლით თუნდაც სამსახურსხარებოს თეორიულ ნაწილს, წესიერ წილადს უწოდებს ორი ნატურალური რიცხვის ფარდობას. ანუ სადაც m-იც ნატურალურია და n-იც ნატურალურია. ახლა მე გეტყვით, მე რა წყაროებს უფრო უჯერებ აი რისი გამოცდილებაც აქვს. ჩვენ ზოგადად წესიერ წილადს არ შემოუფარგლავთ მხოლოდ ნატურალური მნიშვნელობებით. არამედ ჩვენ ვითვალისწინებთ ზოგადად წილადის განმარტებას და რა არის ზოგადად წილადი? აი ჯერ თავიდანვანებოთ წესიერ წილადს, აი ზოგადად წილადი რა არის? წილადი არის m-ი შეფარდებული n-თან სახის რიცხვი, სადაც m-ი ნატურალურია და n-ი მთელია. ბოდიში პირიქით. ბოდიში m-ი მთელია და n-ი ნატურალურია. ახლა ძალიან რო არ გავყვეთ აქ კამაც და აი აქ პოტენციურ კითხვებს მოსავლებს რაც შეიძლება გაუჩნდეთ, ასეთ შეგვიძლია გავმარტოთ, სადაც m-იც მთელია, მნიშვნელიც მთელია, უბრალოდ n-ი ვერ იქნება 0. აი ასეთ შეიძლება გავმარტოთ მეგობრებო წილადი. რას ნიშნავს წილადის სახით რიცხვის მოცემა? ჩვენ ვიცით რომ გარდა წილადისა შეიძლება იყოს 10 წილადის საშუალებით წარმოდგენილი რიცხვი და რა განსხვავება ახლა აღარ ვისაუბრებ მათ შორის, მთავარი განსხვავება ეს არის რომ წილადის საშუალებით ირაციონალური რიცხვები წარმოადგენთ და ირაციონალური რიცხვები რომ წარმოადგენთ, მაგისთვის გჭირდება თქვენ 10 წილადები. და ახლა აი რომ აქ კონკრეტიკაზე რომ წავიდეთ და წილადის კერძო შემთხვევა უკვე წესიერი წილადი განვიხილოთ, თუ როგორ განიმარტება აი ამ ლოგიკით ახლა ჩვენ რასაც ვაყალიბებთ, წესიერი წილადი არის რა თქმა უნდა ისევ m-ი შეფარდებული n-თან სახის რიცხვი,
სადაც არა აქვს მნიშვნელობა რომელია დადებითი, რომელია უარყოფითი, მათი ურთიერთქმედების შედეგით საბოლოოდ ან დადებითი რიცხვი მიიღება, ან წინ მინუსი დაეწერება ერთი და იქნება ღია წილადი უარყოფითი, მთავარია რიცხველის და მნიშვნელის აბსოლუტური მნიშვნელობების შედარების დროს, ანუ მარტო რიცხვს რომ მიაქციოთ ყურადღება და არა ნიშანს. ასე ვთქვათ, რიცხველის მოდული კაცრად ნაკლები იყოს მნიშვნელის მოდულზე. აი ეს არის წესიერი წილადი. ანუ ამ განმარტებით გამოდის, რომ 3/5 ხო არის წესიერი წილადი და -3/5-იც წესიერი წილადია. და ახლა როგორც გამარტავს ვაბერიძე, -3/5 საერთოდ არ ჯდება არც ერთ კონტექსტში რა. და მე მგონია, რომ უკეთესი იქნება თუ ჩვენ რაც ახლა ვისაუბრებს, გავსად გამარტავთ ზოგადად წესიერ წილადს. აქ არის ერთი მომენტი, აი რაციონალური რიცხვთან დაკავშირებით შეიძლება გაუჩნდეს მოსწავლეს კითხვა წილადი, ანუ ჩვეულებრივი წილადი, აი ხაზიან წილადების ჩვენ ვძახით ჩვეულებრივი წილადებს, ხშირად სიტყვა ჩვეულებრივის გარეშე აღნიშნავთ მას, გამოვხატავთ და ეს ჩვეულებრივი წილადსა და რაციონალურ რიცხვს შორის რაიმე განსხვავება არის? რაციონალური რიცხვი. მოდი ასე ვთქვით, რაციონალური რიცხვი არის შინაარსი. და ეგ შინაარსი შენ როგორ შეიძლება გამოხატო? ნუ როგორც რაღაც თემა მაგალითად, იგივე ქართულის თემებს წერთ ახლა თქვენ პატრიოტიზმი შეიძლება გამოხატოთ ვერბალურად, ტექსტური ინფორმაციის საშუალებით, შეიძლება ცეკვით, შეიძლება მელოდიით გამოხატო, მაგრამ რა ფორმასაც არ უნდა ადევნო თვალი, ყური, ხო, შეგრძნებადი იქნება, აღქმადი იქნება მისი სულისკვეთება, ხო? აი, რაციონალური რიცხვი არის ფორმა და შენ ამ ფორმას როგორ გამოხატავ, 10 წილადით გამოხატავ, მაგალითად 2.7 სიტყვი თუ ჩვეულებრივი წილადის საშუალებით 2.7 ეგ შერეული რიცხვია პრინციპში და წილადის სახით რო გამოვხატოთ, ანუ ფაქტობრივად კიდევ ერთი ფორმაა კონკრეტული რაღაც რიცხვის გამოხატვის და წილადის სახით რომ გამოვხატე, ეგ იქნებოდა 27/10. ეგ უკვე არაწესიერი წილადია, რადგან რიცხველი მნიშვნელზე მეტია. და ანუ ჩვეულებრივი წილადი ფაქტობრივად არ არის, ფაქტობრივად უბრალოდ რაციონალური რიცხვია, მაგრამ რეალურად ის არ არის რაციონალური რიცხვი, არამედ არის რაციონალური რიცხვის წარმოქმნის ერთ-ერთი ფორმა. და განმარტება ასეც, რაციონალური რიცხვი არის ყველა ის რიცხვი, რომლის წარმოქმნა თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი წილადის საშუალებით. მაგრამ მაინც ჩვეულებრივი წილადი არის გამოხატვის ფორმა და არა იმდენად შინაარსი. იმედი არ დაგაბნიეთ ახლა, რაზეც ვისაუბრე, შესაძლოა მსგავსი მომენტი ახლა კონკრეტულად აქ არა, მაგრამ სხვაგან გამოგაგეთ. რაც აქ პირდებული. დაგვიდით როგორ თქვენ კლასიკური განმარტებით რომ გესაუბრათ ახლა რა იყო წესიერი წილადი, მაშინ ამ ამოცანას, ვერ ამოხსენეთ, უბრალოდ ბევრი პასუხი ექნებოდა კონკრეტულ პირველ კითხვასაც, იმიტომ რომ ემი და ენი შეიძლება ყოფილიყო ერთნაირნიშნიანი, შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა ნიშნიანი, შეიძლება ყოფილიყო ამ სხვადასხვა ნიშნიანობაში ემი დადებითი, ენი უარყოფითი, ან ემი უარყოფითი, ენი დადებითი და შესაბამისად ნულთან მიმართებით მიიღებდით ყველაფერს რა. მეტობასაც, ნაკლებობასაც, ერთი ტოლობა ვერ მოხდებოდა, იმიტომ ემი და ენი ნაცესიერი წილადია, ერთმანეთის ტოლი არ იქნებოდა. მაგრამ მოდი ახლა ჩვენ ვისაუბროთ აქ თავად ვაბერიძის განმარტებით, მესმის ალბათ რომ არ გართულებოდა მოსწავლეებს გარკვეული თვითონაც პირობების მოყოლა რომ არ გართულებოდა, მსგავსი რაღაც დაშვება გააკეთა რა. ემი და ენი არის ორივე ნატურალი. ასე უნდა ვისაუბროთ ახლა ამ ამოცანაში. კარგი ამას სამშლი, თქოსდა ძალიან მარტივი ამოცანა, თუ არ დავაგვირდებით განსაკუთრებებს და რას გულისხმობს ავტორი ახლა ამ შემთხვევაში წესიერი წილადის ქვეშ, მაშინ საკმაოდ მძიმე გამოსახსნელი იქნებოდა. მძიმე რა, გარკვეულ გაურკვევლობაში ვიქნებოდით. კარგი, თავხდებით ახლა, რომ ემი და ენი ორივე ნატურალურია. და რადგანაც წესიერი წილადია, აუცილებლად მრიცხველი ნაკლებია მნიშვნელზე. მაშინ რა გამოდის?
პატარა რიცხვს ჩვენ ვაკლებთ დიდ რიცხვს, ეს იქნება აუცილებლად უარყოფითი და გამოდის, რომ მაშინ იქნება ნულზე ნაკლები. გადავამოწმოთ კი ბატონო ავტორის გვეთანხმება. გავაგრძელოთ. მეორეში რა ხდება? m შეფარდებული n-თან უნდა შევადაროთ m-1 შეფარდებული s-1-თან. როგორ შეგვიძლია ახლა ეს მაგალითი გადავწყვიტოთ? ერთი მიდგომა, დაკლოთ რაღაც ისეთი მექანიკური ნაბიჯების ერთობლიობა. ახლა ორი მხარეა, ხო, შესადარი აქ წარმოვიდგინოთ სასწორის ორი მხარეა და თუ ორივე მხარეს ერთსა და იმავე რიცხვს გავამრავლებთ, მაშინ წონასწორობა არ დაირღვევა და აი წარმოვიდგინეთ ახლა ნიშნელი რომ გავაქროთ მარცხენა მხარეც რომ გავამრავლოთ ისეთ რიცხვზე რომ შემეკვეცოს მისი ნიშნელი n და მარჯვენა მხარეც რომ გავამრავლოთ. ანუ მაშინ გამოდის რომ ორივე მხარე m შეფარდებული n-იც და m-1 შეფარდებული n-1-თან უნდა გავამრავლო n ჯერ n-1-ზე და და უნდა გავამრავლოთ აქაც n ჯერ n-1-თან. კარგი, შეგვეკვეცება. ხო, ახლა ერთი დეტალი. საერთოდ ცვლადის შემცველ გამოსახულებებზე გამრავლების დროს უტოლობებში დავიღოთ ფრთხილად, იმიტომ რომ თუ არის შესაძლებელი რომ ეს გამოსახულება უარყოფითი იყოს, მაშინ ხო ვიცით ჩვენ უტოლობის ნიშანი იცვლება, ანუ მანამდე არსებული დამოკიდებულება რაც პირიქით გარდაიქმნებოდა მერე გამრავლების შედეგად. მაგრამ ჩვენ ერთ რაღაცას დავაკვირდეთ ახლა, რადგანაც წესიერი წილადია m შეფარდებული n-თან და m და n ნატურალური რიცხვებია, სულ ცოტა m ხო ერთი იქნებოდა და შესაბამისად სულ ცოტა n ხო ორი გამოვიდება, სულ ცოტა აი მინიმუმ. იმიტომ რომ ყველაზე პატარა ნატურალური რიცხვი ერთია და m მაგაზე პატარა ვერ იქნებოდა, შესაბამისად n წესიერი წილადობის გამო m-ზე დიდი უნდა იყოს და შესაბამისად სულ ცოტა ორი იქნებოდა და ორს რომ გამოვაკლებ ერთიანს დადებითია. მithmetes n თვითონ ნატურალურია დადებითია, ანუ m ჯერ n-1-იც ყველა ვარიანტში დადებითი რიცხვი იყო. ანუ აქ რა დამოკიდებულებასაც მივიღებთ, იგივე იქნებოდა თავიდან არსებული დამოკიდებულება. დავსვათ ჭხილი n-1 m-ზე ანუ იქნება m ჯერ s-m. აქ ეს გავხსნათ ჭხილი m ჯერ s-n. ავდგეთ ახლა ოქროები და უტოლობის ორივე მხარეს სხვა არის ხო ორი მხარე გვაქვს ერთი მხარე და მეორე მხარე გამოვაკლოთ ერთი და იგივე რიცხვი m-n ესე გავაბათილოთ და აქ დარჩება -m, აქ დარჩება -n. ახლა აქ გავხსენოთ ჩვენ ცნობილი თვისებები უტოლობის, აი როდესაც მაგალითად a მეტია b-ზე მაშინ აპრიორში -a მეგობრებო ნაკლები იქნება -b-ზე, ხო? და შესაბამისად, რადგანაც ჩვენ ვიცოდით, რომ აი m ნაკლებია n-ზე, რადგან უკვე მოპირდაპირ რიცხვები პირიქით -m მეტი იქნებოდა -s-ზე. და შესაბამისად, აქ უკვე იქნებოდა მეტობა. აი მეტობა იქნებოდა. კარგი, მოდი ახლა ეს ამოცანა სხვაგვარად ავუხსნათ. აი ეს ლებსაც ახლა მომწონს ეს მიდგომა. არ მახსოვს საძლუად პირველ თავებზე საუბროს დაგჭირავს გავსი დეტალზე ყურადღების გამახვილება. მოდი ახლა მაინც ვთქვათ. აი რომ შევადაროთ როგორი ორი წილად იცით, მეგობრებო, აი მაგალითად აქ გვაქვს ჩვენ 10 მე-17 და რომ ავიღოთ აქ ვთქვათ 307 300 ავიღებ, მარტივი დასანახი იქნება 300-307. აი ორი ასეთი ცვლადი რომ შევადაროთ ერთმანეთს და შევადაროთ ამ გარიშის გარშე. როდესაც ასეთ რაღაცას აპირებ, მაშინ გარკვეული კანონზომიერება უნდა აღმოაჩინო, მუღამი ხო იდეა, რომელიც დაგეხმარება ამ გარშის გარეშე შეადარო. და აქ რა მუღამი აქვს ახლა ამ ორ რიცხვს რა იდეა? რიცხველი პირველ შემთხვევაში რამდენითაც ნაკლებია ნიშნულზე, ხო? 7-ით ნაკლებია.
მეორე შემთხვევაშიც იგივე ხდება ბრიცხველი ნიშნულზე 7-ით ნაკლებია. და ახლა ეგ რას იწვევს? ანუ გამოდის, რომ წარმოვიდგინოთ ახლა დიდ პიცად, ხო, პირველი წილადი, და გვაქვს რაღაცა გვაკლია მთელამდე, რამდენი ნაჭერიც გვაკლია მთელამდე, აი ნაჭრების რაოდენობა 7 გვაკლია. მეორე პიცის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ნაჭრების რაოდენობა გაკლია მთელამდე. იგივე ნაჭრების რაოდენობა გაკლია მთელამდე. აქაც 7 ნაჭერი. მაგრამ უღამი ის არის, რომ რადგანაც აქ მთელი 307 ერთეულად იჭრება, უფრო წვრილი ნაჭრებია, ხო, შედარებით წვრილი ნაჭრები იქნება პიცის და პირველ შემთხვევაში უფრო მსხვილი ნაჭრებია პიცის. ანუ კი ბატონო, ორივეჯერ 7 ნაჭერი გაკლიათ მთელამდე, მაგრამ პირველ შემთხვევაში გაკლიათ უფრო მსხვილი ნაჭრები. ანუ გამოდის, რომ ამას მთელამდე უფრო მეტი აკლია ვიდრე მეორის. ამიტომ იქნება ნაკლები. დააკვირდით ჩვენ შემთხვევაში ახლა აქ რა ხდება? აი რა განსხვავებაც იქნებოდა M-სა და N-ს შორის? აი პირობითად რომ ვთქვათ, N ხო დიდია M-ზე, S რო M-ი გამოვაკლოთ და არის A. ხო, ცხადია რომ N-1-ს გამოვაკლოთ M-1 იქნებოდა ისევ A. ანუ მანამდე არსებული განსხვავება არ შეიცვლებოდა მეორე შემთხვევაშიც, იმიტომ ორივე თითო-თითო შევამცირეთ. იგივე სიტუაცია, რაც მე აი 10-17-ზე და 307-ზე აღგიწერეთ, ხო? ბრიცხველი ნიშნულზე იგივე ზომით ნაკლები, ანუ მთელს იგივე ანაჭერი აკლია აქაც და აქაც. მაგრამ რადგანაც აქ ნიშნელი პატარა, ხო? ანუ უფრო ცოტა ნაჭრად არის მთელი დაჭრილი, ესე იგი უფრო მსხვილი ნაჭრებია. აქ ნაჭერი უფრო მეტს იწონის, უფრო მეტია ვიდრე პირველ შემთხვევაში. ესე იგი, მეორე წილადს უფრო მსხვილი ნაჭრები აკლია მთელამდე, შესაბამისად უფრო პატარა რიცხვია მთელამდე თუ ბევრი გაკლია ვიდრე შენ ოპონენტს, ესე იგი უფრო პატარა ხარ. და შესაბამისად შესრულდებოდა ნაკლები. თუ ცოტა ბუნდოვანი იყო ეს მსჯელობა, ვფიქრობ, ახლა თავზუდად არ გამოგვივიდა, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეს ვიდეო, ხელახლა გადააგდოთ, ნახოთ, დაუკვირდეთ და ცოტა ასეთი არასტანდარტული ამოხსნებზე იფიქროთ, იმიტომ რომ ტვინის სავარჯიშოდ კარგია. რაც შეეხება ახლა მესამე მომენტს, M-ი შეფარდებულია თან M კვადრატი შეფარდებულია კვადრატთან, აქ წილადების შედარებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შემოდის. პრინციპში ეს არის რიცხვის ახარისხებასთან დაკავშირებული საკითხი და მაინც რა საკითხი, როდესაც აი მაგალითად A ერთზე დიდია, მაშინ მე ჩვენ ამას მარჩვენებელია ფუნქციაში ვნახავთ, ხო? რაც უფრო მეტ ხარისხში აიყვან, უფრო და უფრო იზრდება, აი. რაც უფრო დიდ ხარისხში აიყვან, უფრო და უფრო იზრდება და თუ პირიქით A ნაკლებია ერთზე, იგულისხმება მოდულით ერთზე ნაკლები, აი 0-დან 1-მდე თუ არის, უარყოფითები არ გვინდა ახლა არ განვიხილოთ, იმიტომ რიცხვით მნიშვნელობაზე ეს გავლენას არ ახდენს, ახდენს რიცხვის უარყოფითობა, აი მაგალითად ნიშანი არის გადამწყვეტი მომენტი და ჩვენ ახლა უფრო რიცხვით მნიშვნელობებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, იმიტომ M და N დადებითი იყო. მათი ფარდობაც დადებითი გამოდიოდა. აქ პირიქითა, რაც უფრო დიდ ხარისხში აკავს, უფრო და უფრო მცირდება და ეგ ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ ერთზე ნაკლებ რიცხვს რომ აიღებ მაგალითად 2/3-ს და მას აიყვან ხარისხში 2/3-ის კვადრატი ხო არის 2/3 ჯერ 2/3, 2/3-ის კუბი ხომ არის წესიერად დავწერ აქ 2/3 ჯერ 2/3 ჯერ 2/3 და უფრო მეტჯერ ამრავლებ 2/3-ზე, 2/3-ზე გამრავლება არის 2-ზე გამრავლება და 3-ზე გაყოფა, ანუ რიცხვის რეალური შემცირება. და შესაბამისად, რაც უფრო დიდ ხარისხში აიყვან, უფრო და უფრო შემცირდება. ეგეც წესიერი წილადია, ეს არის იგივე M-ი შეფარდებული N-ის კვადრატი, რადგანაც M-ი შეფარდებული N-ზე ერთზე ნაკლები რიცხვია, რაც უფრო დიდ ხარისხში აიყვან, უფრო და უფრო დაპატარავდება. და საწყისი მდგომარეობა უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე მიღებული
და მოდიარე ერთხელაც ვთქვათ და თავად ეს რომელიც ცოტა წელი საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ თუ ხოლმე წარმოვიდგენ მოსწავლის ადგილზე ჩემს თავს მე რა კითხვები შეიძლება გამჩენო და დისკომფორტს განვიცდი ხოლმე რაღაცა ბუნდოვანი რომ რჩება. ძალიან დიდ დისკომფორტს. არ ვიდა იგივე ამ ვიდეოს მშენელებმაც განიცადა. კარგი, ნუ ახლა რა ხდება, რადგან ები შეფარდებული ენთა წესიერი წილადია, ის ერთზე ნაკლებია, ერთზე ნაკლებ რიცხვს პატარას, ანუ ერთიანი აკლდება იქნება უარყოფითი და შესაბამისად ნულთან შედარების დროს იქნებოდა ნაკლებობა. აქ პასუხი იქნება ნაკლებობა. ანუ პირველი არის ნაკლებობა, მეორე და მესამე არის მეტობა და მეოთხე პასუხშიც მივიღეთ ნაკლებობა, ანუ ავტორიც ამას იზიარებს. ამიტომ მგონია ჩვენ აქ სწორი დაშვება გავაკეთეთ, როდესაც ვთქვით, რომ ავტორი გულისხმობდა წილადში, ჩვეულებრივ წილადს რომ ამოვიდეთ წესიერ წილადს, მრიცხველი დანიშნული რომ დადებითი იყო. ერთმანეთს რიცხვები. ახლა უკვე მოდის უტოლობათა სისტემა. უტოლობათა სისტემა თავისი იდეით განსაკუთრებით არაფრით განსხვავდება განტოლებათა სისტემისგან და აქაც რა მუშაობს ამოხსნათ უტოლობათა სისტემა ნიშნავს ვიპოვოთ x-ის ის მნიშვნელობები არე რომელისთვისაც სისტემაში შემავართ თითოეული უტოლობა ჭეშმარიტ გამოსახულებად იქცევა. ჭეშმარიტ ჩანაწერად. მოდი რა ვქნათ, იცით, ცოტა ცელი, აი მეოთხე გავაკეთოთ, აგერ სადაც ბევრი მაგალითია. თუ რომელია შედარებით თავლელი, მოდი მესამე იყოს. მესამე უფრო დიდი ჩანს რაღაც. ეს არის 828-ის მესამე. მოდი, აგერ არის. გვერდ შედავთ ახლა მაგალითს და დავიწყებ ბარემ გამარტივებას. აქაც სისტემის თითოეული უტოლობა, უნდა მოვეფხვრათ ისე როგორც ცალკე უტოლობას, წრფილი უტოლებებია, x-იანი წევრები ცალკე უნდა დავალაგოთ, რიცხვითი წევრები ცალკე, ამიტომ მოდი ჯერ გავამარტივოთ, ფრჩხილი გავხსნათ აქ. ეს არის 2x + 1 ნაკლებია 3x - 6, ერთად ვიყოთ ახლა მექანიკურ შესულ არ დავუშვათ, მოდი მეორე განტოლებაშიც უტოლობაშიც იგივე ვქნათ. 3x - 7 ნაკლებია 2x - 2-ზე + 3. აქ არის 7x + 2 მეტი ანტოლია 3x + 3-ს + 7. და წავიდა ახლა აქ 3x-ი გადავა გამოკლებით, ანუ 2x - 3x უტოლობის ნიშანი იგივე დარჩება, ერთიანი გადმოვიდო და გამოკლებით აქეთ -1 - 6 + 10. და მაგალითიც ანალოგიურად 2x-ი მარჯვნიდან მარცხნივ გადადის, 7-იანი პირიქით მარცხნიდან მარჯვნივ გამოდის მოპირდაპირე ნიშნით დადებითი. და ქვემოთ 7x გამოაკლდება 3x-ი, მეტი ატოლობა დარჩება, 2 პლუსით გადადის და ესეთი სიტუაცია. მოდი აბა შევასრულოთ მოქმედებები, ნაკლებია ეს არის -7 + 10, ანუ დადებითი 3. აქ არის x-ი ნაკლებია 7 - 2 5 5 + 3 8. და აქ არის 4x-ი და არამკაცრი უტოლობა მეტი ანტოლია, დადებითი 1 და 7 800. მოდი x ვაცილოთ აქ მინუს ან მინუსზე გავამრავლოთ უტოლობის ორივე მხარე. ესე იგი უტოლობის ნიშანი შებრუნდება. აქ რა თქმა უნდა 3 - 1-ი გამოვიდა -3-ია. მეორე დავტოვოთ და მესამე 4-ზე გავყოთ და იქნება მეტი ანტოლი 2-ზე. ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ამის შემდეგ თითოეული პასუხი უნდა გამოვხატოთ რიცხვით ღერძზე დაშნეხული არეების მიხედვით. ნუ მე ასეთი მეთოდი მიყვარს, როდესაც თითოეული უტოლობისთვის სისტემაში შემოვალ თითოეული უტოლობისთვის ცალ-ცალკე ვიღებ რიცხვით ღერძს. ოღონდ მასშტაბს ვიცავ თანაზომადობას, ანუ -3 ყველგან ერთ სიმაღლეზე იქნება. მაგალითად, ღია -3 აქ იქნება. 8 აქ იყოს. 2 გავამოქოთ. იქ იქნება. 3-ზე მეტი მნიშვნელობები, ანუ მარჯვენა
არის ხო, 3-ზე მეტი და ეს დავშტრიხოთ. ანუ ამით უთითებთ ჩვენ ყველა ეს მნიშვნელობა მჭირდება. 8-ზე ნაკლები არის ეს 2-ზე მეტი არტოლი არის ასე ვისვაკეთებთ. და რაში გვეხმარება მსგავსი დაშტრიხვა? თვალისთვის უფრო აღქმაც ქმნის რიცხვიტი ღერძის რა ნაწილი, ანუ x-ის მნიშვნელობების რომელი არის გაფერადებული სამივე უტოლობაში, ანუ სამივე უტოლობის ამონახს წარმოადგენს. ესეთი გამოდგა ორიანტა ხო ჩაკეტილი იყო, ახლა ჩაკეტილობა ღიობა ცოტა ცუდად ჩანს ბოდიშკითით და ტექნიკური ცოტა რთული საკეთებელია და ასე იქნებოდა პასუხი. ახლა დაბა შევამოწმოთ 38-ის მესამე 2-თან ჩაკეტილი 8-სთან ბატონო ღირს. კარგი. მოდი არ მოვდუდეთ, ახლა არ გავჩერდეთ. აქ ნახოთ რას გთავაზობს მომდევნო ნომერი. კი ბატონო, სიტყვით არის შეფუთული გარკვეული იდეა და კარგია განვიხილოთ ახლა. მოდი ორივე განვიხილოთ აბა რას თხოვენ 39 ამოცანაში. ას რა მნიშვნელობისთვის არის 3x + 5 უდრის a განტოლების ფესვი აზე მეტი. აჰა, მოდი აბა დავალაგოთ. ესე იგი ჩვენ გვაქვს განტოლება და გვაინტერესებს მისი ფესვი, ალბათ იგულისხმება რომ x-ის მიმართ უნდა ამოვხსნათ და მისი ფესვი რა იქნება, ანუ x-ის სუფთასახით ეს არის გავუყოთ 3x უდრის a - 5 და 3 ჩვეულებრივად გადავარიცხვია ხო გაყოფით. აი ეს არის მისი ფესვი. აზე მეტი უნდა იყოს. ანუ ოქროები არაფერი განსაკუთრებული. ეს რიცხვი უნდა იყოს აზე მეტი. ანუ არის ამოსახსნელი ეს უტოლობა რა. უსწავლზე გამოვრავოთ უტოლობის ორივე მხარე. 3 აქეთ გადმოვიტანოთ გამოკლებით იქნება 100 - 3 ანუ -2-ია, 5 იქით მარჯვნივ გადავიტანოთ და -2-ზე თუ ვაყოფთ უტოლობის ორივე მხარეს უტოლობის ნიშანი შეიცვლებოდა, აქ იქნებოდა -5 შეფარდებული ორთა და შესაბამისად პასუხიც ეს უნდა მივიღოთ. აი ნაკლებია -5 მეორეზე. ამგვარად მეორე მაგალითი ნახოთ. C-ს რა მნიშვნელობისთვის არის 1/3 x განტოლების ფესვი C-ზე ნაკლები. კაი, ნუ იმედი არ გაგუბრაზდებით ახლა თუ ავას აღარ გავარჩევ ტყუპის ცალი ამოცანა, აი ხაფაკი აქ ჩავალული არ არის. სამი კითხვა არის. მოდი მე-40 ვნახოთ. მე-40-ში ერთი კითხვა და აბა მოდი რა უნდა იპოვეთო. აი რაღაც განტოლება მოცემული უტოლობა უკაცრავად უტოლობის ყველა ამონახსნიო, რომლებიც რაღაცა სულ ყველა ამონახსნი კი არ გვიდა, რაღაც განკრებული თვისების მქონე ამონახსნი გვიდა, რომლებიც წარმოადგენენ 3x - 1/5 რაღაც მეორე უტოლობის ამონახსნს. საინტერესო. მოდი გავაკეთოთ სტანდარტულად. ვსად ერთი უტოლობა დავშტრიხოთ რიცხვით ღერძზე. მოდი აქ x - 3 მეტია x + 1 შეფარდებული 4 + 5. მოდი ამოვხსნათ ოქროები აქ რა იქნება. მე მეორეც ამოვხსნათ. ეგ რა არის 4-ზე გავამრავლოთ ყველაფერი. იმიტომ აქ 4 უტოლობის ორივე მხარეს მექნება 2x, 4-ზე რომ გავამრავლებდი -3 იქნება 12, 4-ზე ვამრავლებ ყველაფერს. x მეორეც, 3-ს, x + 1/4-ს და 5-ს. აქ დაგრჩებოდა x + 1 და აქ გვექნებოდა 20, ჯერ 4. დავალაგოთ, გადმოვალაგოთ აქ x-ი დაგრჩება 12 პლუსით გადმოვა იქნება 33. ანუ x-ი მეტია 33-ს. ესე იგი რა მივიღეთ, რა არის აქ ამონახსნები? მოდი ერთი წუთი თვალისთვის კარგი რომ იყოს, ჯერ მეორეც ამოვხსნათ. ესე იგი, მე ვეძებ აი პირველი უტოლობის ამონახსნებს, რომლებიც აღარ არის ქვედა უტოლობის ამონახსნი.
მაშინ ქვედაუტოლობაც უნდა ამოხსნათ ჯერ 3x მინუს 1 მეხუთედი მინუს x პლუს 1 შეფარდებული 2-თან ნაკლებია 1 მინუს x მეშვიდეზე. მოდი გავამრავლოთ, რაზე გავამრავლოთ 70-ზე. რომ შეგვეკვეცოს ყველაფერი. მოდი ვცლად დავწერე, მაშინ 8 ამერიო 70 ჯერ 3x მინუს 1 მეხუთედი მინუს 70 ჯერ x პლუს 1 მეორედი 1-იც გამრავლდება 70-ზე და x მეშვიდედიც გამრავლდება 70-ზე. აქ გვექნებოდა 14 ჯერ 3x მინუს 1, აქ იქნებოდა 35 ჯერ x პლუს 1, 70-ს გამოკლებული 10x-ი, გავხსნათ ფრჩხილები, ეს არის 42x მინუს 14 მინუს 35x მინუს შლებოდა ფლაკ 35 ნაკლებია 70 მინუს 10x 42x 35x აკლდება ეს არის მინუს 7x ხო? არიგაც დადებითი 7x მერე 10-იან გადმოდის პლუსით და იქნება 17x ხო არ მოშლება? კაი 17x იმედი არ მეშლება, ასე 10-იან პლუსით გადმოვიდოდა. ახლა 35 და 14 არის 49, გადმოდის აქეთ, იქნება 119, ხო? 119. 119 17 ხო არ არის შემთხვევით? კი, 17 არა. ანუ შეიკვეცება და x-ი გამოგვივიდა ნაკლები 7-ზე. რომელ მეშლება ახლა მია. კაი, პირველის პასუხები აგერ არის, მეორის პასუხები აგერ გადავამოწმოთ და თუ რამე გარში შეცდომა გვაქვს გამოჩნდება. ასე დავიტანოთ რიცხვი და პირველის პასუხები, ხო? 33 ეს ღია შუალი დიალოგით აქედან ასე იშტრიხება პირველი მეორე შემთხვევაში 7 და x-ი ნაკლებია 7-ზე, ხო? ტოლობის ნიშანი არ შეგვშლია, უარყოფითზე არ გაგვიმრავლები არაფერი. და უნდა დარჩეს აქ. აი მოდი დავფიქრდეთ ახლა. უნდა ვიპოვოთ ეს არის პირველი ტოლობა, პირველი ტოლობა, უტოლობის ყველა ამონახსნი, რომლებიც არ წარმოადგენს მეორე ტოლობის ამონახსნს და რომ ისე მივიღე ახლა მე რომ არც ერთი ამონახსნი აი რომელიც გვაქვს პირველ ტოლობაში არ არის თანაკვეთაში მეორე ტოლობის ამონახსნი. ამიტომ ყველა უნდა დაგვეტოვებია პასუხად. პასუხი უნდა იყოს 33 პლუს უსასრულობა წესით. მოდი ნახოთ მე-40-ში რა ხდება. კი ბატონო, ასე არის აქაც. 41. აბა მოდი, უნდა 41-ს. დავაკვირდეთ ახლა მოდი პირველს. ეს რა მნიშვნელობისათვის არ აქვს სისტემას ამონახსნი. ანუ ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა x-ი მეტია 2-ზე, x-ი ნაკლებია b-ზე და სისტემას ამონახსნი არ უნდა ჰქონდეს. ახლა ეს პარამეტრიანია b არ ვიცით სად არის, მაგრამ მოდი ვივსჯელოთ. რო თქვათ 2-იანი არის აქ, ხო? და 2-ზე მეტი, ანუ გვინდა ასე იყოს. აი სად უნდა იყოს b? იდეაში აქ გვაქვს სამი სცენარი. ან b ემთხვევა თვითონ აი აქ არის b, ან ოქროები b არის 2-ის მარცხნივ, ან b არის მეგობრებო 2-ის მარჯვნივ, ხო? მეტნაირი რეალობა არ არის, ხო? იმიტომ რომ 2-იანი 2 არ ეკრებს რეალობას და ფაქტობრივად შენ მის მიმართ სად გექნება ეს b, ამაზე არის უკვე დამოკიდებული პასუხი რა იქნება.
რადგანაც B-ზე ნაკლები ვართ, აი ამ შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში ხო დაიშტრიხებოდა მარცხენა მხარე. ყველგან მარცხენა მხარე იშტრიხება, ყველგან მარცხენა მხარე იშტრიხება. აი აქაც მარცხენა მხარე დაიშტრიხებოდა. ასე. პირველ შემთხვევაში ამონახსნი არ იქნებოდა ცარიელი სიმრავლეა, იმიტომ რომ 2 და B-თი ედრებიან ერთმანეთს, მაგრამ ვერც X-ი ვერა, ვერც მეორე შემთხვევაში ვერა X-B და ვერც პირველ შემთხვევაში. მეორე შემთხვევასაც ცარიელი სიმრავლე აქვს ამონახსნი, იმიტომ რომ საერთო არე გადაჭარვის არ არის. და აი და მესამე შემთხვევას უკვე აქ ამონახსნი და ეგ გამოდის 2 B-სთან. პირველ შემთხვევაში B 2 სტოლია, მეორე შემთხვევაში B 2-ზე ნაკლებია, მესამე შემთხვევაში B 2-ზე უკაცრავად მეტია. და კითხვა იყო, ჩვენ ჭირდებოდა ამ სამი სცენარიდან ის მდგომარეობა, თუ რა ეს რა მნიშვნელობებისთვის არ აქვს სისტემას ამონახსნია. ანუ ფაქტობრივად პირველი ორი სიტუაცია გვდებოდა ჩვენ. ანუ მე როდესაც ნაკლები ავტორია 2-ზე. კი ბატონო. ნუ მეორეც ზუსტად იგივენაირი ამოსახსნელი იყო, უბრალოდ რა განსხვავება მეორე ამოცანაში. რადგანაც არამკაცრო ტოლობებია, ერთგვარი ჩაკეტილია და პირველ შემთხვევაში უკვე ამონახსნი ექნებოდა. ნახეთ, იქ 8 წერია. X-ი ნაკლებია ტოლია 8-ზე და X-ი მეტია ტოლია B-ზე. აი ამ შემთხვევაში აი 8-იანი რომ გვაქვს, ხო ჩაკეტილი, აი B-ც თუ იქნებოდა 8-ის ტოლი, მაშინ ერთი ამონახსნი უკვე თვითონ ეს იქნებოდა. ამ დროსაც აი იგივე შემთხვევის განხილვის დროს პირველ ამოცანაში ხო ცარიელი სიმრავლე იყო, აქ ცარიელი სიმრავლე აღარ, აქ X-ი უდრის 8 არის თვითონ პასუხი. აქ ამონახსნი ერთი ამონახსნი. აი ეს განსხვავება იყო პირველ და მეორე შემთხვევას შორის. ახლა ჩვენ 42 გავაკეთოთ. რა უნდა 42-ს და მე პრინციპში გავაკეთოთ ხო ჯერ? აი 1 საათიც არა რასაც ვიდეოს გავგზავნო. ანუ რა უნდა ახლა მომწოდოს? ჩვენ გვეკითხებიან ეს, რომ აი ეს ინტერვალი წავარდეს მოცემული უტოლობის ავლას და სიმრავლეში. მოდი გამოვსვათ ჯერ ეს უტოლობა x minus 1 მეორედი მეტია 1-ზე და მეორე უტოლობა არის x მესამედი ნაკლებია 5-ზე. ნუ ეს სისტემა ძალიან მარტივია, ვიპოვოთ ამის ამონახსნი, რა არის 2-ზე გავარო პირველი უტოლობა, ეს იქნება 2x minus x minus 1, არ დაგვაწყოს რომ ეს მინუსი 2-ს ეკუთვნის. ასე მეტია 2-ზე. ქვემოთ 3-ზე გავარო ყველაფერი, x-ი ნაკლებია 15-ზე. გავხსნათ ჭრილი, აქ 2x minus x არის x-ი, minus 1 plus 1. და გამოგვივიდა თუები x-ი მეტია 1-ზე, x-ი ნაკლებია 15-ზე. ასეთი სიტუაცია. მოდი რიცხვით ღერძზე ვუნიშნოთ ახლა ეგ ჩვენ. ასე 1-დან 15-მდე არის x-ები. და ჩვენ ვეძებთ ახლა ისეთ p-ს, რომ ინტერვალი p-დან ჩაკეტილი ინტერვალი p plus 3-მდე, ანუ პრინციპში ეს სიგრძე რომელშიც არის 3 სტული, რაღაცა ინტერვალი გვაქვს ჩვენ აქ p-დან p plus 3-მდე უნდა ჩავარდეს აი 1-დან 15-მდე. მოძრაობთ ახლა ასე აქ იქნება, ასე იქნება, სად იქნება კონკრეტულად ხო? რომ ჩავარდეს ეგ ინტერვალი. აქ გვაქვს რა მომენტი. გამოდის რომ p არ უნდა იყოს 1-ის მარცხნივ, აი უნდა იყოს 1-ის მარჯვნივ აქეთ და p plus 13 არ უნდა შორდებოდეს 15-ს რა. ანუ იდეაში ორი სცენარი უნდა წარმოვიდგინოთ.
ყველაზე უკიდურეს მარცხნივ რომ იყოს ეს ინტერვალი და მერე ყველაზე უკიდურეს მარჯვნივ რომ იყოს. ამ შემთხვევაში ერთზე მეტი უნდა იყოს p, ხო, ერთიანი სტოლი ვერ იქნება p მაშინ p თუ ერთიანი იქნა, ეგ შუალედი ერთში არ არის განსაზღვრული და აი p ერთის მარჯვნივ უნდა იყოს. იყოს 1.001, თავარია მარჯვნივ იყოს. თუ რა ერთიანი ინტერვალს არ ეკუთვნის და ჩვენ გვინდა რომ p ამ ინტერვალში შედიოდეს. p უნდა იყოს 1-ზე მეტი, მაშინ p + 3 იქნებოდა 4-ზე მეტი და შიგნით იქნებოდა და მეორე შემთხვევა რა არის? ყველაზე უკიდურესი p + 3 წერტილი რო იყოს 15-ზე დაკლები. მაშინ აქედან ხო გამოვარო p 12-ზე დაკლებია და სადღაც აი აქ იქნებოდა ეგ ჩვენი მონაკვეთი. აი, ორი უკიდურესი მომენტი. ერთ შემთხვევაში აბერია შრიფტი ცოტა კაცრავად დავარეგულირებ და კი, დავაგდო. p მეტი არის 1-ზე, ანუ ამაზე ქვემოთ ვერ იქნება და მერე p დაკლებია 12-ზე, ამაზე ზემოთ ვერ იქნება. ყველა სხვა მნიშვნელობა, ანუ ფაქტობრივად აი 1 და 12-მდე ჩვენ გვაწყობს. წესით ეს უნდა იყოს. კი. ის უწერია რომ p ეკუთვნის 1-12 ინტერვალს. თუ იმედია ზედმეტად დილად არ გავმივიდა, ახლა ახსნა, აქ ახსნა კაია პრინციპში, უბრალოდ არ დავაკელი რაიმე ღირებული, რაც გაგიფულებთ აღქვას ამის. 53. მოდი, აქ 4-60-და, მოდი ნახოთ აბა პირველი რას გთხოვს და მე გადავწყვიტოთ ღირს თუ არა დანარჩენების ამოხსნა. ამას რა მნიშვნელობებისთვის არ ექნება, აჰა, გასაგებია, ამ უტოლობას ამონახსნი. ანუ ჩვენ გვაქვს ax + 5 დაკლებია 3x-ზე უტოლობა და მე არ მინდა რომ ამონახსნი ქონდეს მას და მეკითხებიან ასეთ არის. ნუ ხა ჩვენ მოვძებნით კონკრეტულ ამონახსნს თუ პირიქით ვიტყვით რომ არ უნდა ქონდეს მას ამონახსნი, ამოხსნის პროცესი არ იცვლება, წრიული უტოლობაა. x-იანი წევრები უნდა დავაგდეს ცალკე, რიცხვითი წევრი ცალკე მოდის. x-ი გავაფრთხილებს გარეთ და გამოდის რომ -3 x-ი გვაქვს და ამის ამონახსნი რომ ვიპოვოთ -3 იდეაში უნდა გადავიტანოთ მეორე მხარეს გაყოფით და აქ ახლა ვართ დამოკიდებული -3 თუ იქნებოდა ვაყოფითი, მაშინ უტოლობის ნიშანი შეიცვლებოდა, თუ იქნებოდა დადებითი დარჩებოდა, მაგრამ თუ ნულია ამ -3 მაშინ ხო ვერ გადაგვაქვს. ვერ გადაგვაქვს. დავაკვირდეთ მაშინ რა მოხდებოდა. ან დააკვირდით ერთ დეტალს, თუ -3 განსხვავებულია ნულისგან, უარყოფითი იქნება თუ დადებითი იქნება, რაღაც x-ი მაინც იარსებებს, ხო, რომელიც ჭეშმარიტს გახდის აი ამ დამოკიდებულებას მარცხენა მხარე ნაკლები იქნება მარჯვენაზე. ანუ რაღაც მაინც შესრულდება, მოხდება, ნაკლებობა, მეტობა, ანუ ამოიხსნება უტოლობა. ამიტომ ჩვენ ნულისგან განსხვავებული აი იდეაში არ გვაწყობს აქ, იმიტომ რომ არ მინდა უტოლობას ამონახსნი ქონდეს. ახლა, მოდი ერთადერთი გზა, რომ ეგ მიიღწეს უტოლობას ამონახსნი არ ქონდეს, არის მოდი თუ განვიხილავ ახლა მე რომ -3 არის ნულის ტოლი. მაშინ დავაკვირდეთ ხდება. ანუ არის 3, ხო? მაშინ გამოდის რომ 0 ჯერ x-ი ნაკლები იქნება -5-ზე, ანუ 0 ნაკლები იქნება -5-ზე. და ეგ ჭეშმარიტებაა? არა მეგობრებო, ეს მცდარობა და ისეთი მცდარი სიტუაცია, რომელიც x-ის მნიშვნელობაზე არ არის დამოკიდებული, ანუ x-ი რაც არ უნდა ჩავსვან, ეს დამოკიდებულება მაინც მცდარი იქნება. ანუ რა გამოდის, თუ იქნა 3 ტოლი, ჩვენ აღარ ვიყავით x-ზე დამოკიდებული, ყველა ვარიანტში მცდარი იქნებოდა აღნიშნული დამოკიდებულება. ანუ მივახცევდით სასურველ მიზანს.
კარგი. მოდი მეორეც გავაკეთოთ. და მეოთხე გავაკეთოთ, იმიტომ მეორე და მეოთხე ზუსტად ერთი და იგივე კითხვაა. და ამოცებაც იგივეა. ერთი წუთით CS რამ შორს იქნება უტოვლოს აღსასრულო მთელი ღერძი, CS რამ შორს იქნება უტოვლოს აღსასრულო მთელი ღერძი. ბრალთ აქ ეს უარყოფითია. აჰა, გასაგებია რა განსხვავება მეორეს და მეოთხეში. ხოდ მეორე იქნება. თუმცა მეოთხეს რა გამოდახსნით თუ არ ვწდები რა ერთად მეოთხეც განვიხილოთ მე. გვაქვს ასეთი სიტუაცია, ვეძებთ ისევ პარამეტრს c-ს, აქ პასუხი უნდა იყოს მთელი ღერძი, ანუ x-ი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი. ნებისმიერი ნამდვილი რიცხვი. ასე გამოდის, ხო? წლებთ ჩვეულებრივად, გადავიდეთ, აქ იქნება 2x გამოაკდება cx მე-13. გავარჩხილებს გარეთ x-ი. იქნება 2 მინუს c მე-13 გამრავლებული x-ზე ნაკლებია 7-ზე. და აქაც ახლა ეს უნდა გადავიტანოთ მეორე მხარეს, ხო? მაგრამ სანამ გადავიტანთ, რადგანაც სვადი შემცველი გამოსახულებაა, მანამდე უნდა დავფიქრდეთ, ნული რომ იყოს თუ 2 მინუს c შეფარდებული 3-თან იქნებოდა ნულის ტოლი, მაშინ გამოვიდოდა, რომ 0-ჯერ x-ი ნაკლები იქნებოდა 7-ზე, ანუ 0 ნაკლები იქნებოდა 7-ზე. ეს კი x-ისგან დამოუკიდებლად ჭეშმარიტია. x-ი რაც უნდა ჩავსვათ, მაინც ჭეშმარიტია. ანუ x-ის ნებისმიერ მნიშვნელობისთვის თუ არ ჭეშმარიტი, გამოდის, რომ ნებისმიერი x-ი გვაკმაყოფილებს ამ შემთხვევაში და მიზანი მიღწეულია. ნაკვეთით, ყოველთვის ჭეშმარიტია ეს დებულება და შესაბამისად c აქ 6-იანი გამოვიდოდა, გადმოვიტანეთ 2 იქნებოდა c-13 ტოლი და c იქნებოდა 6-ის ტოლი. ანუ თუ c იქნება 6, მაშინ უამრავი x იქნება ამის გამონახსნი. მაგრამ თუ 2 მინუს c შეფარდებული 3-თან განსხვავებულია 0-ისგან, მაშინ აქ იქნება რა სიტუაცია? x-ი ან ნაკლები იქნება, ეს გადავიდოდა მეორე მხარეს 7 შეფარდებული 2 მინუს c მე-13-ზე, თუ 2 მინუს c მე-13 დადებითია და თუ 2 მინუს c მე-13 უარყოფითია, x-ი მეტი იქნებოდა, უტოლობის ნიშანი შეიცვლებოდა, ხო? 2 მინუს c მე-13-ზე. და შესაბამისად აქ მეგობრებო, ახლა ნიშნული ნული ვერ არის, ესე იგი 7 რაღაცაზე იყოფა, კონკრეტული რიცხვია და x-იც არის, ამოდახსნი რა არის, ხო? x-ი რა მნიშვნელობებსაც მიიღებს, ხო? და x იქნება კონკრეტულ რაღაც რიცხვზე ნაკლები. ანუ ყველა x-ი არ იქნება პასუხი, ამ შემთხვევაში. აქაც მეორე შემთხვევაში შესაბამისად, ეგ შემთხვევა ჩვენ არ გვაწყობს, რომ 2 მინუს c შეფარდებული 3-თან იყოს ნულისგან განსხვავებული, იმიტომ მაშინ კონკრეტული რაღაც x არეში იქნებოდა გამონახსნი, x-ის მნიშვნელობი რაღაც არიდან იქნებოდა და არა მთელი რიცხვითი ღერძიდან. კარგი, იყოს ახლა მეოთხე განსხვავება ის არის, რომ აქ ასეთი x-ი, ასეთი c არის არსებობდა და იმიტომ რომ ვიშლებდით და გააკეთებდით, გამოვიდოდა, რომ 0 ნაკლებია -7-ზე უნდა მიგეოთ, აქ -7-ია და ამას ვერაზროს ვერ მიიღებ, შესაბამისად არის არსებობდა ისეთი c, რომ ამ კონკრეტულ ამოცანაში მეოთხეში თელ რიცხვთა ღერძი ყოფილიყო ამონახსნი. დავამოწმოთ ისე 53-ში რა არის პასუხები. 53-ის პირველში არის 3, მეორე გავაკეთეთ ჩვენ მეორეში არის 6, კი? და მეოთხე გავაკეთეთ, ხო? მეოთხეში ცარიელი სიმრავლეა. იქ ორმაგი უტოლობებია ამოსახსნელი. ორმაგი უტოლობის ამოხსნის ორი ტექნიკა გვაქვს ჩვენ და მოდი ერთ-ერთი განვიხილოთ. მოდი განვიხილოთ თქვათ, რომელი იყოს? იყოს მეოთხე.
მეოთხე მაგალითი 0 ნაკლებია ტოლია 1-x-ზე და ნაკლებია ტოლია 1-ს. ნუ ახლა მაგალითად შემოსავლებს გამოწვევს ამას წლების განმავლობაში კაცი თქვენი მიმზიდველობა აქვს რა მოხსნას. თუ ოღრბაკ უტოლობაში აი მარცხენა და მარჯვენა მხარეებში ცვლადები არ არის, აი რასაც ახლა ვიტყვი, ეგ არის ძალიან კარგი სწრაფი მეთოდი. სამივე მხარეზე, აი ფაქტობრივად სამხრივი უტოლობა გამოდის, ხო? შუა მხარე და მარცხენა მარჯვენა მხარე ერთდროულად ვიმოქმედოთ. მოდი ყველაფერი გავამრავლოთ 3-ზე, ჯერ 3, აქ იქნება 1-x, აქ იქნება 1 ჯერ 3. ყველაფერს გამოვაკლოთ მერე ერთიანი, აქ იქნება 0 ხო არის და 0-1, ამას ერთიანი უნდა გამოვაკლოთ და ერთიანი გაქრებოდა. აქ იქნება -x, აქ იქნება 3-1 და მერე ყველაფერი გავამრავლოთ მინუსზე. უტოლობის ნიშნები, რა თქმა უნდა, შეიძლება. აქ დადებით x-ი დარჩენთ, რომ -x-ზე ვამრავლებდით და აქ ხო -1 იყო და 1 გახდება, აქ ხო დადებითი 2 იყო და გახდება -2. ნუ თუ დავალაგებთ ახლა კლებიდან სრდისკენ, ანუ -2-დან 1-მდე იქნებოდა ამონახსნი. ეგ არის ერთი მეთოდი. როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ორმაგი უტოლობა, ანუ რას ვეყრდნობით ამ მეთოდისას? სვარებას გთხოვენ, აქ ჩვენ გთხოვენ, უნდა ვიპოვოთ მთელი ამონახსნების რაოდენობა. კი ბატონო, ვიპოვეთ ახლა. ცოტა. რას ვეყრდნობით ამ შემთხვევაში ჩვენ? მათ რასწორობა არ დაირღვეს, ყველა მხარეზე ერთნაირად მოქმედებთ. ხო, რამდენი მთელი ამონახსნი გამოვიდა ამ შუალედში? გამოვიდა 1, 2, 3 და 4. ანუ 4 არის პასუხი. სხვაგვარად როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგვიძლია ამას შევხედოთ როგორც უტოლობათა სისტემას, ანუ ორ უტოლობას. ერთის მხრივ 1-x მესამედი მეტია ტოლია 0-ზე, მეორეს მხრივ 1-x მესამედი ნაკლებია ტოლია 1-ზე და ამოვხსნით ამას გაცრავად სისტემას ამოვხსნით სტანდარტულად 3-ზე გავამრავლოთ ყველაფერს, ეს იქნება 1-x, ცალ-ცალკე ამოვხსნით უტოლობებს 0, ქვემოთაც 3-ზე გავამრავლოთ 1-x ნაკლებია ტოლია 3-ზე, აქ იქნება -x მეტია ტოლია -1-ზე, აქ -x ნაკლებია ტოლია 2-ზე. მერე მინუსზე გავამრავლოთ ყველაფერს ზემოთ x შეიძლება უტოლობის ნიშანი ნაკლებია ტოლია 1-ზე. აქ x მეტია ტოლია -2-ზე და შეგიძლიათ რა თქმა უნდა ეს ეპირათაც დაინახოთ, მაგრამ თუ არც ერთ ამით არ გამოვტოვებთ, ძალიან ისე მექანიზებურად გავაკეთებთ. ავიღებდით ფესვებს რიცხვი დღეზე, თავშტრიხავდით, გამოვსახავდით მას და გადაფარვის ზონას გამოვიდამდით პასუხად. რა თქმა უნდა, ისე 4 მთელი ამონახსნი ექნებოდა ამას. კარგი. მოდი ახლა 45-ე ვნახოთ რა სიტყვობს. მოდი პირველი გავაკეთოთ. მოცემულია უტოლობა ფესვი 2x + 5 შეფარდებული -7-თან დამატებული 2 ნაკლებია 1.4-ზე და უტოლობის უმცირესი მთელი ამონახსნები, ხო? ანუ მინიმალური მთელი ამონახსნები. აი. დავიწყოთ ჩვეულებრივად x უნდა დარჩეს სუფთასახით. მოდი -7-ზე გავამრავლოთ ყველაფერი, მაგრამ ეგ რომ გავაკეთოთ, არაწესიერ გადავაქციოთ. მოდი ეს მარჯვენა მხარე, ეს იქნება 11-7. მოდი 7-ზე გავამრავლოთ ახლა ყველაფერი. 7-ზე გავამრავლოთ, დადებით 7-ზე. აი ეს რო 7-ზე გამრავლდება, 7 და -7 შეიკვეცებოდა და -1 დამრჩებოდა, ანუ -1 ჯერ ეს 2x + 5 იქნება.
აქ 7-ზე გამრავლდებოდა, ეგ იქნებოდა 14, ეს 7-ზე გამრავლდებოდა, ეს იქნებოდა 11. გავხსნათ ფრჩხილი მინუს ფ-ი 2-ჯერ x მინუს 5 ნაკლებია აქ 14 გადმოვიდოდა გამოკლებით მინუს 3-ზე. მერე მინუს ფ-ი 2-ჯერ x-ი ნაკლებია მინუს 5 გადმოვიდოდა დამატებით იქნებოდა 2 და x-ი მეტი გამოვა, მეტი, იმიტომ რომ ხო უნდა გავყოთ მინუს ფ-ი 2-ზე ახლა უტოლობის ორივე მხარე და უტოლობის ნიშანი შეიცვლება და აქ იქნება 2 რომ მინუსზე გაიყოფ ესე მინუსი მინუს ფ-ი 2 შეფარდებულ ფ-ი 2-თან. ნუ ახლა აქ შეგვიძლია შევკვეცოთ ეს 2 ხო ფ-ი 2-ჯერ ფ-ი 2-ია და გამოდის რომ x მეტია მინუს ფ-ი 2-ზე. კარგი. ნუ ფ-ი 2 დაახლოებით ხო ერთი მთელი რაღაც არის. ანუ x-ი მეტია მინუს ნუ იმერთელ ვთქვათ 1/4-ზე და მინიმალური მთელი ამონახსნი რა გამოდის? რომელია მინუს 1/4-ზე მეტი ყველაზე პატარა მთელი რიცხვი? არა გეგერიოთ ახლა მინუს 2 არ თქვა თუ ქვევ ეს არის მინუს 1. 45 კი ბატონო დავძლიეთ და მეორეც იგივე იქნება და არ მინდა არ დავხარჯოთ დრო ისედაც ბევრი გექნება სანახავი და გასარჩევი მერვე თავიდან. ეგ საინტერესოა. კარგი. რა გავაკეთოთ ახლა აქ? პირველი. ცნობილია რომ a არის 2/1-ზე მეტი, b არის 3/5-ზე მეტი. ნუ არ წერია a და b მთელი რიცხვებია, არ არის მთელი რიცხვები, ეგ არ ვიცით. აი, რაც შეეხება მათ ჯამს a + b-ს მინიმალური მთელი მნიშვნელობა უნდა ვიპოვოთ, უმცირესი მთელი მინიმალური მთელი პასუხი უნდა ვიპოვოთ. ახლა რა ხდება მეგობრებო? მე შეგახსენებთ ერთ საინტერესო დეტალს. თქვენ შეგიძლიათ უტოლობებზე იმოქმედოთ. და თუ უტოლობებს აქვთ ერთნაირი მიმართულება, მაშინ შეგიძლია მათი დაკრება. და თუ უტოლობებს აქვთ საპირისპირო მიმართულება, მაშინ შეგიძლია მათი გამოკლება. ნუ ახლა შეგიძლია რას ნიშნავს? ანუ შეგიძლია ესე იგი ისეთი მოქმედება განახორციელო, რომელიც გარკვეულ განსაზღვრულობას შემოიტანს. ანუ რას გულისხმობ ახლა მაგალითად გვაქვს ასეთი სიტუაცია, x-ი ვთქვათ მეტია 10-ზე და y-ი ნაკლებია 20-ზე. შენ რომ გადაწყვიტო მათი დაკრება, ვერანაირ განსაზღვრულ კონკრეტულ რაღაც ინფორმაციას რო შეაგროვებ x + y-ზე. x + y იქნება აი მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობა. მეტი არაფერი არ გეცოდინება. ეგ ძალიან მარტივი, არაერთი რთული მისახვედრი. ჯამი რო განიხილო, მინიმუმ რა შეიძლება იყოს, უნდა განიხილო ორივეს მინიმალური მნიშვნელობა და y-ის მინიმალური მნიშვნელობა მინუს უსასრულობაა და შესაბამისად რომ დააკრებ, მინიმუმ შეიძლება მინუს უსასრულობა მიიღო. ანალოგიურად მაქსიმალურსაც და ნუ გვახსოვდეს ეს საინტერესო მომენტი, რომ თუ შენ გინდა ორი უტოლობის შეკრება, ან გამოკლება, მაშინ გახსოვდეს. შეკრებას აკეთებ თუ თანამიმართულია უტოლობის ნიშნები, არა აქვს მნიშვნელობა მკაცრია, ერთი მეორე არა მკაცრი, თუ ორივე არა მკაცრია, თუ ორივე მკაცრია. მთავარია იწვეთი ერთ მხარეს იყოს მიმართული, აი თუ გინდა გამოაკლო, მაშინ საპირისპირო ნიშნით უნდა იყვნენ განლაგებული ეს უტოლობის ნიშნები, საპირისპირო მხარეს. და აი ამ შემთხვევაში შეგეძლო შეგესრულები და გამოკლება, ანუ შეგეძლო გეთქვა რა იქნებოდა სხვაობა და რა გადმოდის? გადმოდის ყოველთვის საკალების უტოლობის ნიშანი, ანუ იქნებოდა მეტობა. -10, ანუ 10 - 20 არის -10, x + y აგერ გვიწერია და გადმოვიდოდა საკლების უტოლობის ნიშანი. აი აქ შეგიძლია ახლა ესეთი დაკრიბო a + b უტოლობის ნიშანი რა თქმა უნდა საერთო გადმოვა შეკრების დროს ეს იქნება 5/6
და მეგობრებო, რა იქნებოდა ამის პასუხი? მინიმალური მთელი მნიშვნელობა რა იქნებოდა? მინიმალური მთელი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში a პლუს b-ს იქნებოდა იმ მინიმუმ რა შეიძლება იყოს 6-ის ტოლი. ოღონდ აქ არის ამ მეთოდის გამოყენების დროს ერთი სერიოზული ხაფანგი. და მოდი მოგიყვებით ბარემ ამ ხაფანგზე, მეგობრებო. არის ახლა ყველაფრის ერთად დამახსოვრებაც და იყოს რთულია, მაგრამ შესაძლოა კარგად დაფიქრდეთ, გაიაზროთ და აღარ დაგავიწყდებათ მე. აი, აქ რომ ყოფილიყო ერთ შტრიხს შევცვლი ამ ამოცანაში, ერთ დეტალს. მეტია 2.1-ზე, b მეტია 3.5-ზე და ისევ თხოვენ a პლუს b-ს მინიმალურ მთელ მნიშვნელობას, მაგრამ a და b-ც რომ მთელები ყოფილიყო ოქროები. მაშინ ეს მეთოდი არ უნდა გამოიყენოთ ეს მიდგომა. და რატო? იმიტომ რომ თუ თქვენ ამ მიდგომას გამოიყენებთ, გამოვა რომ ისევ და ისევ a პლუს b 6-ია. სინამდვილეში შეუძლებელია მათი ჯამი იყოს 6. იმიტომ რომ თუ a და b-ც მთელებია, 2.1-ზე მეტი მთელი რიცხვი სულ ცოტა რა შეიძლება იყოს, ანუ a მინიმუმ რა იქნება? a მინიმუმ ხო 3 იქნება. აი 3-ზე ქვემოთ ვერ იქნება რა. ანუ იდეაში შეგვიძლია ჩვენ ეს ტოლობა ასეც გადავაკეთოთ. ფაქტობრივად a მეტი ატოლი გამოდის 3-ზე და ანალოგიურად b მეტი ატოლი გამოდის 4-ზე. და მათი ჯამი მეტი ატოლი იქნებოდა 7-ზე. ანუ გამოვიდოდა რომ ჩვენ თუ ამ უტოლობათა შეკრების წესით გავაკეთებდით, შეცდომას მივიღებდით. კაცებად უნდა ვიყოთ, რა უნდა დავაკვირდეთ პირობას. ანუ მათ მოცემულ რეალურ მაგალითს ეს ჩვენი მოფიქრებული მაგალითი ახლა, ეს ჩვენი მოფიქრებული მაგალითი, უბრალოდ ერთი შტრიხი შევცვალეთ ერთი დეტალი a და b-ს მთელი უნდა ყოფილიყო და აქ არ იყო მსგავსი დათქმა, ესე იგი a და b წილადი რიცხვით შეიძლება ყოფილიყო და შესაბამისად x2-ია სამოს. მოიწყიდა, მაგრამ დავაკვირდით, თუ მსგავსი რაღაც პირობა დაემატა, მაშინ პირდაპირ ტოლობები დაკრიბო თქვენ არ გამოვა. უკვე უცნაურია, ისეთი სიტუაციებიც არსებობს. არ მინდა ახლა მე მეორე, მოდი მესამეზე დავფიქრდეთ აბა. 8.46-ის მესამე. ცნობილია რომ x-ი მეტია 50-ზე, y-ი ნაკლებია 15-ზე და ისინი ითხოვენ 3x მინუს 2y-ს. ეგეც ძალიან სადაა, აი ჩვენი მეთოდით, ხო, ასეთი ითხოვენ. ვაწეროთ გვერდით 3x მინუს 2y-ის უმცირეს მთელ მნიშვნელობას, ანუ მინიმუმ რა მთელი პასუხი შეიძლება მიგვეღო. მოდი აბა დავალაგოთ ახლა. მარტივია. მოდი ჯერ 3x-ი გავიგოთ რა იქნება, ანუ პირველი უტოლობის ორივე მხარე გავავრავოთ 3-ზე, 3x-ი ნაკლებია 4, მოდი შეგ. წესიერად დავწერო 50 რომ წერია, თორე ახლა 30 მეგონა მეწერა. 50-ზე, აქ იქნება 150. ანალოგიურად 2-ზე გავამრავლეთ მეორე უტოლობას, 2y ნაკლები იქნება 30-ზე. და ახლა ერთმანეთის ქვეშ დავწეროთ აბა 3x-ი მეტია 150-ზე, 2y ნაკლებია 30-ზე და ჩვენ გვაქვს მათი გამოკლების უფლება. რატო? იმიტომ რომ უტოლობებს მოპირდაპირ მიმართულება აქვს უტოლობის ნიშნებს. შესაბამისად 3x მინუს 2y 150 მინუს 30 ანუ 120 და გამოვა საკლების პირველი უტოლობის ნიშანი, ხო? აი ასე. და რა იქნება უმცირესი მთელი მნიშვნელობა, რომელიც დააკმაყოფილებს ამოცანას, ეგ იქნება
121, ანუ 3x მინუს 2y, რომ მინიმუმ იქნებოდა 121. ბევრი ყოფილა საკამაოდ. მოდი, დავალ აბა ყველას ამოხსნა ახლა აქ. ტექნიკები რომ ვშალოთ, რომ დავაკვირდით. აი იგივე თქვათ მეოთხეში რას გამოვიყენებდით, რას გავაკეთებდით. არის -3-დან 2-მდე და ჩვენ ვთხოვეთ a კვადრატის უმცირეს და უდიდეს მნიშვნელობას. ახლა აქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მეგობრებო. a კვადრატი ყველა ვარიანტში დადებითია, მისი მინიმალური მნიშვნელობა რაც შეიძლება მოდულით პატარა მნიშვნელობა უნდა იყოს და თუ არის რესურსი, რომ ნულის ტოლი გახდეს a კვადრატი და არის რესურსი, აი a-ს თუ აიღებთ იდულს, ესე იგი a კვადრატი რა დროს იქნება რაც შეიძლება პატარა. თუ a-ჯერ a-ს მოდული, აი a-ჯერ a-ს მოდული იქნებოდა რაც შეიძლება პატარა. და ეგ რა დროს იქნება? თუ a არის თვითონ რაც შეიძლება მოდულით პატარა რიცხვი, აი a-ს მოდული უნდა ყოფილიყო მინიმალური და მოდული ყველაზე პატარა რა შეიძლება იყოს 0, ხო? შესაბამისად a კვადრატის მინიმალურ მნიშვნელობას და a იღებს 0-ის ტოლმიშობასო, -3-დან 2-მდე იქნებოდა 0. უდიდესი მნიშვნელობა რა დროს იქნებოდა? თუ a იქნებოდა მოდულით რაც შეიძლება დიდი რიცხვი და ანუ თუ a იქნება -3-ის ტოლი, მაშინ მისი კვადრატი იქნებოდა 9. ამას მივახცევდით მეგობრებო. კარგი, რას თქობს მეხუთე ამოცანა? რომ ეს უკვე მეხუთეს მსგავსი გავაკეთეთ, გამოკლება B6-ეს მსგავსიც გავაკეთეთ, B7-ეს მოდი, B7-ში რაღაც ისეთი კომპლექსური კითხვა გვაქვს გონი საქმე. ჩვენ ვიცით, რომ x-ი მეტია -15-ზე, ვიცით y-ი ნაკლებიან ტოლია 2/5-ზე, -2/5-ზე. ითხოვე, ავტორი ითხოვს x-2y გამოსახულების შესაძლო მთელ უარყოფით მნიშვნელობათა ჯამს. ანუ აი ამ გამოსახულების მთელი უარყოფითი მნიშვნელობების ჯამ. მოდი ჯერ შევაფასოთ x-2y. თუ არ, საიდანაც დავდივარ. მე რომელ უარყოფით მთელ მნიშვნელობებს იღებს და მე დავკლებოთ ისინი. ამისთვის ჯერ მოგვიწევს ასე, ესე იგი x-ი დავტოვოთ, ასე -15 და y-ი 2-ზე გავაბრაღოთ უტოლობის ორივე მხარე, ხო? აქ იქნება 2y ნაკლებიან ტოლია -5-ზე. ესე 2-ზე თუ გავაბრავლებთ თქვენ, ხო? შესაბამისად გამოვაკლოთ ახლა x გამოვაკლოთ 2y, უტოლობის ნიშანი მეტობა ჩამოვა, -15-ს გამოაკლდება -5, ეს არის -10 და რას ვიღებთ ახლა? ყველა მთელი უარყოფითი მნიშვნელობა უნდა ამოვწეროთ, რასაც იღებს x-2y და x-2y რადგან -10-ზე მეტია, ხო? -10-ზე მეტია. -10-ზე მეტი ყველა უარყოფითი რიცხვი უნდა ამოვწეროთ ახლა ჩვენ. ცოტა ჭედავს ახლა ჩვენი ფანქარი და მოდი ეს ბოლო ამოცანები იყოს და დღეს ჩაწერა დავამთავროთ. და ანუ რადგან -9, -8, აი ესენი რომ დავკრივოთ, -7 ეს ხელითაც შეგვიძლია დავკრივოთ, -6, -5, -4, -3, -2, -5, -7, -8, -9, -10, -11, -12, -13, -14, -15, -16, -17, -18, -19, -20, -21, -22, -23, -24, -25, -26, -27, -28, -29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123,
და -1. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვინდა -1-დან -9-ის ჩათვლით რიცხვების ჯამი. ნუ ეგ იგივეა 1-დან 9-ის ჩათვლით, ოღონდ მინუსი ნიშნით რო აიღოთ და 1-დან 9-ის ჩათვლით, ადრე გვაქვს ჩვენ ეს ნათქვამი, გაუსის წესი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ანუ 9 გავამრავლოთ მის მომდევნო რიცხვზე და გავყოთ 2-ს. ანუ 45, ანუ -45 იქნებოდა ამ რიცხვების ჯამი. მოდი შევამოწმოთ ახლა. კი ბატონო, sorry. აბა მერე ამოცანაც და დავასრულოთ ჩაწერა. ჩვენ ვიცით, რომ ა არის -3-დან 1-ის ჩათვლით, b არის -1-დან 3-ის ჩათვლით და ესე ვითხოვეთ 2a კვადრატს -3b უმცირეს და უდიდეს მნიშვნელობას, ანუ ამის მინიმუმს და ამის მაქსიმუმს. ეს მარტივი ამოსახსნელია. აქ a და b ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის. ერთმანეთსგან დამოკიდებლად იღებენ მნიშვნელობებს და შესაბამისად სხვაობა რომ მინიმალური იყოს, საკლები უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა, მოდი ჯერ მინიმუმის თემას ვივხედოთ. ესე იგი 2a კვადრატი უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება პატარა და 3b უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება დიდი, რომ სხვაობა გამოვიდეს პატარა. პატარა საკლებს დიდი მაკლები უნდა გამოვიდეს. 2a კვადრატი მინიმუმ რა იქნება? ნუ მიაღწევს მაშინ თუ არის ნულის ტოლი, ხო? ანუ მოდულით უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა და ამ ნულის ტოლი შეიძლება იყოს. ანუ 2a კვადრატი იქნებოდა 0 და 3b მაქსიმალური იქნებოდა მაშინ თუ b რაც შეიძლება დიდს აიღებთ და b უნდა ყოფილიყო მაშინ 3. ანუ 3b გამოვიდოდა 9 და შესაბამისად მინიმალური მნიშვნელობა რა იქნებოდა? 0-9, ანუ -9. ახლა მაქსიმალური მნიშვნელობა. მაქსიმუმს რა დროს მიაღწევდა 2a კვადრატი თუ 100 მოდული იქნებოდა რაც შეიძლება დიდი და 100 მოდული -3-ია რაც შეიძლება დიდი, ხო? ესე იგი ეს მაქსიმალური რომ იყოს 100 მოდული უნდა იყოს რაც შეიძლება მსუქარი დიდი რიცხვი და 2a კვადრატი იქნებოდა 2-ჯერ -3-ის კვადრატი, ანუ 18 იქნებოდა. და 3b უნდა იყოს მინიმალური. ესე იგი b უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა. -1. და 3b იქნებოდა -3. მოდის ეს რამეც -3, ანუ 21 უნდა ყოფილიყო პასუხი. კი ბატონო. მოდით დროებით დავთავროთ. შევწყვეტოთ ჩვენი ვიდეო და 47-დან დავბრუნდებით